არც გურამ მაჭარაშვილი, არც მებიზურებიანები, ოზურგეთელთა ესეთი ცნობილი მწვრთნელები. ხოლო რაც შეეხება აი ბზვანები, კადრში ჩანს ახლა კახა აბაშიძე არის ამ კლუბის მწვრთნელი. კი ბატონო. გორდელაძეც მისი იყო და დღეს ვინც პრიზიორები გაუხდათ, მამალაძეც მისი არის. ანუ ამ კლუბის წევრი არის. ხაი, უნებრივია იქნებიან სხვა მწვრთნელებიც. დაიწყო ფინალი, 9 წუთი გავიდა უკვე. ელენე ტაბლიაშვილი გახლავთ შეხვედრის არბიტრი ქალმსაჯებში მაინც და მაინც არ გულხინს და ძალიან მოვიკოჭლებთ, თუმცა ელენე ტაბლიაშვილი სასიამოვნო გამონაკლისი არის და საკმაოდ კვალიფიციური მსაჯი არის. ხო, დარწმუნებული კატეგორიის. კი, დარწმუნებული ვარ, რომ შორსაც წავა ეს გოგო თავის პროფესიულ გზაზე. ფიფიას მოუწოდებს აქტიურობისკენ და დიახ პასიურად მიიჩნიეს სწორედ ფიფია ერთი ქულა მიიღო თირქიამ და ფიფია ჩადგა ჩოგჯეთში. წუთი და 2 წამი არის გასული. წავიდა შეტევაში თირქია შეუკრა ხელებით ამზადებს ჯერჯერობით დატრიალებას, თუმცა ვერ ახერხებს. აი ხა მეორე მხარესსა და ისევ იმავე მხარეს მიბრუნდა, ისევ მეორე მხარეს. ხო, კიდევ ერთი დეტალი, ლუკა ფიფია კაცებში, ანუ 20 დღის წინ ამავე თვეში იანვარში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა საქართველოს ჩემპიონატის ამ წონით კატეგორიაში. აი ხა ჩოგჯენში საბოლოო ტაბლიაშვილმა წამოაყენა, თუმცა მანამ საჯმა კიდევ მისცა ერთი შანსი აპირებდა ჩასტვენას, მაგრამ გაჩერდა, მაგრამ თუმცა თირქიამ ვერ გამოვიყენა ჩოგჯენში ეს შანსი, ანგარიში 1-0 დარჩა. შეხვედრა გრძელდება დგომში ზონის ცენტრში და ჯერ პირველი პერიოდის დასრულებამდეც ბევრი არის წუთზე მეტი არის დარჩენილი. ეხლა ცოტა შედარებით თითქოს გააქტიურდა ფიფია და აი საჯიც უკვე მეორედ მოუწოდებს თირქიას აქტიურობისკენ. ზონის ცენტრში იმდინარეობს შეხვედრა მთლიანად. მეორედ ქონდა მცდელობა ფიფიას რო გაეყვანა ზონის გარეთ, ყოველ შემთხვევაში ზონის კიდისკენ მიეყვანა, მაგრამ თირქია მყარად დგას თუ შეიძლება ასე ითქვას ზონაში, ცენტრალურ ნაწილში. გადავალთ მეორე ნახევარში აქ ესწრაფე აღარ უნდა შეიცვალოს. ბოლო 10 წამიანი მონაკვეთი დაიწყო 1-0 ასეთი მინიმალური უპირატესობით იგებს შეხვედრას ფინალურ დაპირისპირებას. ხობელი ლექსო თირქია დაიწყო შესვენება. ძალიან საინტერესო უნდა იყოს მეორე პერიოდი. ჯერჯერობით ფინალებიდან სანახაობრივად რომელს გამოარჩევდით. 55 ალბათ, თუმცა ალექსანდრია რუსიტაშვილიც არ იყო ნამდვილად ურიგოშაბაზე. თუმცა პირველი ფინალი მაინც რაღაცა გაცილებით ჟინიანი. არა, არ უშავდა, ბევრი ქულაც გაკეთდა მეორეშიც. მაგრამ დინამიკას ისწრაფე ჟინი რაღაც ბრძოლის ის უფრო პირველში უფრო მეტად ჩანდა. ხო, აი ჯერჯერობით ყველაზე ნაკლებ ქულიანი შეხვედრა 1-0-ია. მაგრამ აქ თელი პერიოდი წინ არის. ხო, 1-1 დასრულდება. ნახე ფიფიამ უფრო მეტად შეუტია მეორე პერიოდში, რაც ლოგიკურიც არის, მსაჯი ისევ თირქიას მოუწოდებს აქტიურობისკენ. უნდა ფიფია შანსაც და ეკუთვნის კიდევაც უფრო სამართლიანი იქნება ასე. პირველი პერიოდში აი ერთი ქულის დაკარგვის შემდეგაც მსაჯმა რამდენჯერმე მოუწოდა გააქტიურებისკენ თირქიას. ერთი ქულა მიიღო აქ უკვე
PPM თუმცა ჯერჯერობით ქულის უპირატესობა თირქიას მხარეს არის, რომელიც უნდა ჩადგეს ჩოგჯენში, მაგრამ მანამდე სამედიცინო პაუზა სწორედ ხობელ სპორტსმენს თირქიას ჭირდება ექიმის დახმარება. ცხვირიდან მგონი სისხლი წასკდა. ტაბლოზე კი 1-1 არის ანგარიში, ქულის უპირატესობა გახლავთ ხობელი სპორტსმენის მხარეს 2 და 23 წამი რჩება შეხვედრის დასრულებამდე, განახლდა აი ეს დაპირისპირებაც. განახლდა შეხვედრა და შეიძლება ეს გადამწყვეტი მომენტი იყოს ამ შეხვედრის 2 წუთია დარჩენილი, ტრიალი ჭირდება ეხლა ლუკა PPS და კარგადაც თითქოს წამოსწიას, მაგრამ საბოლოოდ ვერა და საჯმა წამოაყენა ფეხზე. 1-1 და 2 წუთი. ნაკი PPM შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული შანსი დაკარგა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული ბრძოლა, 2 წუთზე ცოტა მეტია და ისევ სამედიცინო დახმარება, ისევ ექიმი თირქიას კვლავაც სისხლდენა ცხვირიდან. განახლდა შეხვედრა დგომში, განახლდა ზონის ცენტრში არიან, ჯერ 2 წუთზე ცოტა ნაკლები რჩება, დრო საკმაო არის. PPA კვლავაც აქტიურობს. და შესაძლოა მან ისე მიიღოს ჩოგჯენის შანსი, აქ გაყვანასთანაც ახლოს იყო. შემდეგ უკვე თირქიაც აღარ გამოიჩხული მეორე ჩააგენა. აი კი ბატონო. პასიურად მიიჩნიეს ისე თირქია. აღარ დაკარგავს, მაგრამ დამატებით მაგრამ იღებს PPA. ჩოგჯენში დგება. თუმცა ენერგიას ბევრი აქვს დახარჯული აი ამ მეტოქის ჩოგჯენში ჩასაყენებლად. ბევრი შრომა მან. მეტოქემას დაკარგა ენერგია. აქ ხლამ შესწორებებში თირქია ცოტას ისვენებს ალბათ. წავიდა შეტევაზე PPA და ნახოთ ამჯერად მაინც თუ გამოიყენებს თავის შანსს. პირველ შემთხვევაშიც ასე ლამის სანახევროდ მიიყვანა დატრიალებამდე საქმე ვერ შეძლო და ეხლაც იგივე და საჯმა ისევ წამოაყენა ფეხზე. ხო აი ეს უკვე ბევრად უფრო ახლოვებს თირქიას. რა თქმა უნდა, მეორე შანსი დაკარგა უკვე PPA-მ და თირქია უახლოვდება. ჩემპიონობას არის კი. წუთი და 5 წამია დარჩენილი. აი ხა ცოტა თითქოს თირქიას გააქტიურდა. მაგრამ ინიციატივა ჯერმანიის PPA-ს ფარეს არის. ხო, მისი მთავარი ამოცანა იქნება ხალხის ცენტრში დარჩეს და მეტოქის გაყვანის საშუალება მისცეს. თირქიას ამოცანა და პირიქით PPA-ს იქნება გაიყვანოს გარეთ. იმიტომ რომ აქ სხვა 40 წამი. ორივე იმდანად არის დაღლილი, რომ აქ ილეთის გაკეთება, შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ შანსები თანათან მცირდება. 32 წამი დასრულებამდე. ისევ ექიმის დახმარება სჭირდება თირქიას. განახლდა შეხვედრა. ბოლო და გადამწყვეტი ნახევარი წუთი. აქ ხა თირქია ცოტა ფრთხილად უნდა იჭიდაოს, გაფრთხილება არ მიიღოს, თორემ გულით დაიჭება. 20 წამი. 15 წამი. ბოლო 20 წამი შეხვედრის აღარ აკრძალა როგორც ჩანს PPA-ს. ყველაფერი გაიღო. იულოცოთ ლექსო თირქიას ხობელ სპორტსმენს და ზოგადად ხობს მეორე ოქროს მედალი.
ბოლოფინალი დაგვჭირ, ხა ბოლოფინალი როგორც არ უნდა მოვჩეს, ნედლების ჩათვლა პირველი დღე შეგვიძლია შევაჯამოთ, იმიტომ რომ ბოლოს ორი გარდაბნელი ჭიდაობს. ხობს აქ ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო. ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო აქ აჭარასა და ასევე ოზურგეთს. ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი ექნება გარდაბას ნებისმიერ შემთხვევაში. თბილისელებს აქვთ ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ბოდიში. წალკას აქვს ერთი ვერცხლი და თითო ბრინჯაოს მედალი აქვს ქუთაის, ლანჩხუთსა და სენაკს. გარდაბანი პირველ მედალს იღებს.